გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. შალვა ნათელაშვილი მოქალაქეთა კავშირის პენსიაში გაშვებას აპირებს. მას ამ საქმეში ქარელელი ლეიბორისტების დაეხმარებიან. მუშათა პარტია ქარელში ამ რამოდენიმე დღის წინ დაფუძნდა. მოახლოებული არჩევნების ფონზე უკვე ჩვეულებად იქცა რაიონებში სხვადასხვა პარტიათა ლიდერების ჩამოსვლა. ამჯერად ქარელს საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ესტუმრა. ქარელის კულტურის ცენტრის ეზოში შეკრებილი მოსახლეობა ნათელაშვილს, რომელმაც ნახევარი საათით დააგვიანა, ჩვეული მოთმინებით ელოდა. ლეიბორისტული პარტია ქარეში სულ ახლახანს ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელია თამას მექოშვილი, რომელმაც გახსნა შეხვედრა. მალე ტრიბუნა თავად შალვა ნათელაშვილს დაუთმო, რომელმაც პირველად მადლობა გადაუხადა ხალხს მობრძანებისათვის. დარბაზი მართლაც სავსე იყო, რომელთაგან უმრავლესობა პენსიონერები იყვნენ. დანარჩენები რამდენიმე გამონაკლისის გარდა ისინი, ვინც მხოლოდ ცნობის მოყვარეობამ მოიყვანა. საუბარი დადგენილი წესისამებრ წარიმართა. ილაპარაკა გასულ არჩევნებზე, რესპუბლიკაში და ქარელის რაიონში არსებულ პრობლემებზე. ნათელაშვილი ჩვეულად მჭერმეტყველობდა და ყველანაირად ცდილობდა მოეხიბლა მოსახლეობა თავისი გამოსვლით, რომელშიც ბევრს საუბრობდა თავის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, გასცა პასუხები შეკითხვებზე. ერთდროულად რომ იტყვიან ჭრიდა და კერავდა, თანაცხადებდა, რომ ყველა პარტია ჩვენს ლაზუღანს უნდება, თუმცა ამავე დროს თვითონაც გამოსვლისას მრავალი ბრალდება და დანაშაული წაუყენა მოქალაქეთა კავშირსაც და სოციალისტებთან. სოციალისტების მიერ წაყენებული ბრალდება ღალატის შესახებ ნათელაშვილმა შემდეგნაირად განმარტა. შეეხება ჩვეულის და სოციალისტურ პარტიას, მე მათთან არავითარი ჯურისწერა არ ქონია, არავითარი ფიცვერცხლი არ გვიჭამია. ის არის დამოუკიდებელი პარტია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ძლიერი პარტია. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ პარტიის ხელმძღვანელობის ნებით და პარტიის წევრთა ნებით და არა ვარ ვალდებული შეუთანხმოს სოციალისტებს თუ სხვანაირისტებს. ღალატობენ ცოლს და როგორც ვიცი, ჩვეულიშვილთან ეს დამოუკიდებლობა არ მოგაჩვენებს. ალიანსში არც ერთ პარტიასთან გადაწყვეტილი არ აქვს შესვლა, რადგანაც არც შევარდნაძის სატელიტ პარტიად არ სურს ყოფნა და არც ასლან აბაშიძის. თავისი გამარჯვების იმედი აქვს და ერთი რამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მოქალაქეთა კავშირთან რა ურთიერთობა უნდა მოხდეს მოქალაქეთა კავშირის გასტუმრებას ვაპირებთ პენსიაში, ამას ხმამაღლა უცხადებს მოქალაქეთა კავშირს და როგორ და რა გზით აპირებს ამას ძნელი სათქმელია. არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. მანამდე სხვადასხვა პარტიები უფრო მოუხშირებენ სტუმრობას რაიონებში, გააკეთებენ სენსაციურ განცხადებებს და კიდევ არაერთხელ გალანძღავენ და დაადანაშაულებენ ერთმანეთს. ჩვენს ამომრჩევლებს ნოემბერში პარტიების საკმაო არჩევანი ექნებათ. გორში მრეწველთა პარტია ჩამოყალიბდა. გორელი რესპუბლიკელები და ეროვნულ დემოკრატები დიდხანს ელოდნენ გორში მათი მოკავშირის, მრეწველთა პარტიის დაფუძნებას და ეს დღეც დადგა. ყოფილი პარლამენტარი ბესო ჯუღელი თავისი მრევლით ეწვია გორს. თუ სხვა პარტიები დღეს აქცენტს კორუფციის დასაძლევად აკეთებენ, მრეწველთა პარტია ქვეყნის გადარჩენის პრიორიტეტად სწორედ მრეწველობის განვითარებას მიიჩნევს. თუმცა მათი აზრით, დღევანდელი საგადასახადო სისტემა ამ განვითარებას დიდად უშლის ხელს. საქართველოს პრეზიდენტი კი დრომოჭმული კომუნისტური თათბირების საშუალებით ცდილობს პრობლემების დაძლევას. კვარტალში ერთხელ ატარებენ რაღაც ხდომებს და გეგმებზე ლაპარაკობენ, ტელეფონით კვარტალში ერთხელ სპრობებიან კანცელარიის დარბაზში, გამოდიან მინისტრები, ესქენი, ისქენი, ამას. მე დავუსვი ასე შეკითხვა, იმიტომ რომ საზოგადოება მეც მიხდება ყოფნა პრესას ვთქულობ, ტელევიზიას ვთქულობ. კლინტონს როდესაც ჩაუტარებია თათბირი ეკონომიკის შეერა. არ კლინტონის საქმეა, მაგრამ ბიზნესია, ბიზნესი იმან იცის თავის საქმეს. არ შეიძლება ეცენ რაღაცა თათბირი კომუნისტური თათბირების ჩატარება. აი ესეც საკითხია. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მოვეტონო გადმონაშთი კომუნისტური რაღაც არსებობს. შეხვედრის დასასრულს ეროვნული მრეწველობისა და ეკონომიკური აღმავლობის პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ედვარდ ბერიკაშვილი აირჩიეს, რომლის სახითაც გორელმა რესპუბლიკელებმა და ეროვნულ დემოკრატებმა კიდევ ერთი მოკავშირე შეიძინეს. მეორე პოლიტიკური ცენტრის ლიდერად აღიარებული დემოკრატიული აღორძინების კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა ქალაქ გორში. ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ფილიალების დაარსებას განაგრძობენ. ამჯერად მეორე პოლიტიკური ცენტრის ლიდერად აღიარებული დემოკრატიული აღორძინების კავშირის ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფუძნდა გორში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ქალაქში სტუმრად იმყოფებოდნენ დემოკრატიული აღორძინების ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, მეორე მოადგილე ცოტნე ბაკურია, ქართლის რეგიონის koordinatori ზვიად თაბუნიძე. სტუმრებმა საუბარი ძირითადად პრეზიდენტის შიდა პოლიტიკური კურსის კრიტიკით დაიწყეს. აღუარდა საქართველოს პრეზიდენტი, რაც მართლა აღუარდა
არ ვარ და არც პარლამენტის თავმჯდომარე, არ ვარ და არც მმართველი გუნდიდან მთლიანად მინისტრთა კაბინეტი. გამეცემით ხალხმა რომელიც უნდა იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, როგორ უნდა იბრძოლოს მან ამის წინააღმდეგ თავად არის კორუმპირებული. როგორ მოსამართლე შეიძლება თქვენ მოთხოვოთ თქვა ობიექტურობა და სამართლიანობა, როდესაც მოსამართლეების დიდი ნაწილი ინიშნება უამრავი უზარმაზარი ნაწილი ინიშნება თქვა პრეზიდენტის მხრიდან. ამ კაცის მიერ რომელიც ბუნებრივია მოითხოვს მერე რათა თავის ინტერესების დამცველი იყოს ესეთი დანიშნული მისი ადამიანი. ყველა ადამიანი ესე იქნება და ბუნებრივია განაგრძობს არჩევლება რომელი პრეზიდენტი იყოს თავის წარსულიდან და ან სხვა ქმედებებიდან. აღორძინების კავშირის წარმომადგენლებს ხშირად მოჰყავდათ აჭარის მაგალითი და ისე ხატავდნენ იმ რეგიონს, თითქოს იქ არც ერთი პრობლემა არ არსებობს და ამ ყველაფერს ასლან აბაშიძის დამსახურებად თვლიდნენ. დასასრულს აღორძინების კავშირის გორის რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალიკა წაველიძე აირჩიეს. ჩვენს რაიონში სხვადასხვა დაავადება მიჩინა თავი მსხვილფეხა ცხოველებში. ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის პიროპლაზმოზი, რომელიც დროულ მკურნალობას საჭიროებს. ბოლო პერიოდში მრავალმა დაავადებამ იჩინა თავი მსხვილფეხა ცხოველებში, მათ შორის არის პიროპლაზმოზი. დროული მკურნალობის ჩატარების შემდეგ იგი განკურნებადია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსხვილფეხა საქონელი იღუპება. რაც შეეხება მკურნალობას იგი ექვემდებარება, ძირითადად მას მკურნალობენ საგულე საშუალებებით, კოფეინით, არის აზიდინი, ასეთი წამალი და არის აგრეთვე ანტიბიოტიკების საშუალებით. ხოლო რაც შეეხება პროფილაქტიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ უნდა დაიბანოს საქონელი ყოველ 15 დღის ინტერვალის განსხვავებით. და იბანება ქლოროფოსის 2%-იანი ხსნარით, კარატეთი და დიაზინონით ასეთი ხსნარები არსებობს. გასულ წელს ამ დაავადებით რაიონში დაიღუპა მსხვილფეხა საქონლის გარკვეული რაოდენობა. წელს დაღუპვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დაავადება რაიონში საკმაოდაა გავრცელებული. ამის მთავარ მიზეზად დაუმუშავებელ საძევრებს ასახელებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაავადების თავიდან აცილება, რომ მოხდეს გამოსავალი მხოლოდ ერთია. დაავადების შემთხვევაში უნდა მიმართონ ვეცამკურნალოს ვაჯაბშაველას 13-ში მდებარეობს ჩვენ და უახლოეს სოფლებში უახლოეს ვეტუბნებს და გაუწევენ დახმარებას ჩვენი ვეტექიმები. თვითონ დაავადება რაც შეეხება ის განიკურნება, ოღონდ უნდა თავის დროზე უნდა მივხედოთ, იმიტომ 5-8 დღის განმავლობაში თუ მკურნალობა არ ჩაუტარდა, საქონელი იღუპება. 18 მაისი ქართული ჭიდაობის დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქართლის სპორტ საზოგადოება შევარდენის დარბაზში მოეწყო რაიონის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ქართულ ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მის ტრადიციებზე არაერთი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდა. ჩვენს რაიონში უკვე ტრადიციად იქცა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში. ქართლის სპორტ საზოგადოება შევარდენის დარბაზში 18 მაისს ჩატარდა რაიონული პირველობა ქართულ ჭიდაობაში. 18 მაისი ქართული ჭიდაობის დღეა. სწორედ ამ დღეს მიეძღვნა ეს შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სპორტ კომიტეტი, განათლების განყოფილება და სპორტ საზოგადოება შევარდენი. მონაწილეობდნენ რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობა. წონითი კატეგორიების მიხედვით რაიონის ჩემპიონები გახდნენ ქარელიდან ხუჩა გაბატაევი, აგარიდან გიორგი ბიჭაშვილი, გიორგი გოგალაძე, კეხიჯვრიდან ანდრია გიუნაშვილი, ბონდო შერაზადაშვილი, ზვიად მელაძე, ზემოხვედურეთიდან ტრისტან მღებეშვილი, გიორგი გაზაშვილი, ტახტიძირიდან გიორგი ქოთუაშვილი, დირბიდან მიხეილ მაჭარაძე და ბრეთიდან გივი კალმახელიძე. თუ იმ მცირე საჩუქრებს გავითვალისწინებთ, რომლებიც გამარჯვებულებს გადასცეს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ბავშვები ამ შეჯიბრებაზე მხოლოდ ჭიდაობის სიყვარულმა მოიყვანა. დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.